დღეს გვექნება ზოგადი გაშლა. ვინ ხართ ჩემთან მოსულები, ვინ უყურებთ, როგორი ადამიანები ხართ, რა გაწუხებთ, რა გაშფოთებთ, რა გიღებთ სულს, რა დაგამშვიდებთ და როგორ წავა თქვენი ცხოვრება. ნახოთ რა გამოცდილებით ხართ და რას გადიხართ ახლა, რა ხდება თქვენ ცხოვრებაში ამ ეტაპზე, რა ენერგიებში ხართ. ბალანსისთვის შეგიძლიათ ვიდეო დაალაიქოთ, რათა მეტად რეზონირდეს. რა ხდება ნახოთ თქვენს ცხოვრებაში. ამჟამინდელ ცხოვრებაზე ვიტყოდი, რომ შეიძლება რაღაცა მოულოდნელი ცვლილებები ხდება, ან ზოგადად ცვლილებების სტადიაზე და ცვლილებების ეტაპზე ხართ. თან გინდათ, რომ ამ ცვლილებებს ძალიან ისე შეხვდეთ ბალანსირებულად და დაალაგოთ თქვენი თავი და ზედმეტად არ იჩქაროთ და შეცდომები არ დაუშვათ, მაგრამ შეიძლება განცდა გაქვთ, რომ ანუ სიტუაციას თქვენ კი ვერ მართავთ, აი ცხოვრება თავად მიგაქანებთ სადღაც. შეიძლება კარგი, შეიძლება ცუდი მიმართულებით და კონტროლი აქ შეიძლება მოსუსტებული იყოს თქვენ ცხოვრებაში. განაწყენებულებიც ხართ რაღაცებზე, ძალიან გაბრაზებულებიც ხართ. თითქოს საკუთარ თავს ებრძვით რაღაც სიტუაცია, შეიძლება ურთიერთგამომრიცხავი ემოციები და შინაგანი ენერგიები გაგაჩნდეთ. აი მაგალითად, რაღაც მომენტში გაბრაზებულები, აგრესიულები იყოთ, რაღაც მომენტში გულით ტკიოდეთ და გულით წყდებოდეთ და აი არ ვიცი საოცრად გინდოდეთ, საერთოდ ამოიძროთ ეს ჭრილობები რაც გაქვთ, აი რაღაც მომენტში კიდე გინდათ რომ კონტროლი სიტუაციის აკონტროლოთ, პროცესები აკონტროლოთ, თითქოს და გინდათ რომ რაღაცა დაინახოთ ხელჩასაჭიდი მომავალში, პერსპექტივაში, რომ იმას ჩაეჭიდოთ, ანუ გჭირდებათ რაღაცა შედეგის დანახვა, პრაქტიკული შედეგის დანახვა. ეს არ არის რომ აი ილუზორული იმედი მჭირდება, აქ შედეგი გჭირდებათ, შეიძლება ბევრ სწვალოთ, ბევრ შრომოთ, მაგალითად და გინდათ რომ შედეგი დაინახოთ და მოგწყინდათ ესე მხოლოდ და მხოლოდ იმედის ყურება და ილუზიების ფიქრი. პრაქტიკული გადაწყვეტილებები გჭირდებათ. შეიძლება ძალიან ბევრი გებრძვით თქვენ ცხოვრებაში, ან ბევრი იბრძოლეთ და ზოგადად ან კონკრეტული ადამიანები გებრძვიან, ან ცხოვრება საგიქვათ როგორ ბრძოლისველად, რადგან ბევრი სირთულე და წინააღმდეგობა შეხვდა და გადაგხდა ცხოვრების გზაზე, მაგრამ ანუ კიდე მოთმინებას იჩენთ, კიდე საიდანღაც პოულობთ ძალას თქვენ თავში, რომ აი სიმშვიდე და მოთმინების უნარი შეინარჩუნოთ. თუმცა კი რამხელა შინაგან ომს გადიხართ, ამას შეიძლება გარეთ ვერავინ ვერ ხედავს, თქვენ არ გარეგნულად რომ თქვენ მშვიდად გამოიყურებით და ბედნიერად და კარგად, შიგნით რა პროცესები ტრიალებს ამის დანახვა, შეიძლება ყველას კი არა, არავის არ შეუძლია და არავის არ აჩვენებთ, ან ძალიან უახლოესი წრე ხედავდეს მხოლოდ. ნახოთ რა არის თქვენი წუხილის და ეს გაბრაზების მიზეზები და ასეთი ამბები რო გაქვთ, რატო ხართ ესე. საინტერესოა. ამოგდით პიროვნება. ძალიან ბევრთან ეს არის კონკრეტული ადამიანი. რადგან მამაკაცებიც მიყურებთ, შესაძლებელია თუ მამაკაცები მიყურებთ, საკუთარ თავზე იყოთ ძალიან გაბრაზებულები და გამწარებულები და გაღიზიანებულები და რაღაცას ვერ პატიობთ საკუთარ თავს და ქალბატონებში თქვა შეიძლება საპირისპირო სქესზე მამაკაცზე გქონდეთ აკრეფილი და გაბრაზებული და გაღიზიანებული მასზე იყოთ. აქ შესაძლებელია მამაკაცთან დაკავშირებით რაღაცა მეტი მოლოდინი გქონდათ. ან თუ მამაკაცები მიყურებთ, თქვენს თავზე გადაიტანეთ და რაღაცა თქვენ თავისგან მეცელოდით, ან სიტუაციისგან მეცელოდით და არ გამოვიდა ეს მეტის მოლოდინი, ეს მეტის სიტუაცია, ანუ ის პიროვნება, ვისაც შეიძლება გაღიზიანებული ხართ, ძალიან თავის ადამიანია, შეიძლება თქვენ საქმაში ეგოისტიც არის, ძალიან ზედმეტად ამაყი, ამპარტავანი, თავდაჭერული და გაღიზიანეთ, აი გინდათ რომ მოუგოთ მას და გინდათ რომ აჩვენოთ რომ არა, შენ ცდები ჩემო კარგო, ესე არ არის და ეჭიდაობთ ამ რომ ტრიალში ხართ. აქ ძალთა დაპირისპირება, ვინ ძლიერია, ვინ ყოჩაღია, ვინ აჯობებს, ვინ არ აჯობებს ურთიერთობაში არის. მე თუ პირად ურთიერთობები გაღებებთ, მესამე პირები ამოდის, ძალიან დიდი ალბათობა რომ აქ სასყოლო საკუთხედებთან მქონდეს საქმე და მესამე პირების ჩარევასთან იყოს.
და შეიძლება ყურადღება გჭირდებათ, თითქოს აღიარება გჭირდებათ, დაფასება გჭირდებათ და ვერ მიიღეთ ეს ყურადღება, რაც გინდათ სიტუაციისგან, ის სათანადო დაფასებას არ აგაქვთ და ბრაზდებით, რომ როგორმე ამდენი ხანია ვწყალობ და რითი ვერ დავიმსახურე, რითი არ მეკუთვნის. შეიძლება ამ კონკრეტულ ადამიანის ბრალიც კი არ არის, ზოგადად სიტუაციურად ხართ უკვე, რომ ბევრი გადაიარეთ ესეთი მომენტი და უკვე დაიღალეთ, რომ რაღა ვერ მეშველა და რაღა არ მოვიდა ჩემამდე ეს აღთქმული მიწათ, როგორ თქვა, 6-4, რითი არ მეშველა, ანუ რატო ვარ ესე, შეიძლება ამაზეც უკვე ასეთ კითხვასაც უსვამდეთ უკვე ბევრი თქვენთაგანი საკუთარ თავს. ნახოთ გინდათ რა დაგამშვიდებ და რა გიშველით და თქვენს სულს რა დააწყნარებს, საინტერესო იქნება ძალიან. ცოტა გრძელი ვიდეო გამოდის, მაგრამ მედია გეყოფათ მოთმინება და არ დაგლით ძალიან, ვცდილობ რომ არ დაგგალოთ. ახოთ რა აშია გამოსავალი, რა გიშველით. საინტერესო ენერგიები ამოგივიდათ. რადგან საჯარო გაშლა ყველას შეიძლება ზუსტად ერთით ვერ მოგარგოთ, მაგრამ საკუთარ თავს დამოარგეთ. პირველ რიგში გჭირდებათ სიტუაციის რაციონალური შეფასება და მიზეზ-შედეგობრივი კავშირების დანახვა. უნდა დაფიქრდეთ მიზეზებზე, რამაც მოგიყვანათ ამ შედეგებამდე, სადაც იმყოფება თქვენი ცხოვრება. კარგიც და ცუდიც. ანუ შეიძლება ყოველთვის ახლა კარგ შედეგსაც თავისი მიზეზი აქვს, რის გამოც ეს კარგი შედეგი დადგა და ცუდ შედეგსაც თავისი მიზეზი აქვს, რის გამოც ეს ცუდი შედეგი დადგა და ანალიზი უნდა გააკეთოთ, თავში ჩართოთ კალკულატორი, ციფრები, რიცხვები, რაციონალური აზროვნება, მიზეზ-შედეგობრივი კავშირები დაინახეთ აუცილებლად და თითქოს გააზრება შეიძლება გჭირდებათ, რომ ეს თქვენი კარმა, რომელსაც გადიხართ და ამუშავებთ სხვადასხვა სიტუაციებში და ამის დაჭერა და დაჭერა გჭირდებათ საკუთარ თავში. ბალანსის მოპოვება გჭირდებათ, შავის და თეთრის, უნდა დაალაგოთ შინაგანად ურთიერთსაპირისპირო აზრები. აქ გადაწყვეტილებების მიღება შეიძლება რაღაც მომენტში თქვენს თავზეც იყოს და თქვენი პასუხისმგებლობის ქვეშაც მოაქციოთ და ანუ თქვათ, რომ მე ესე ვიზავ ან არ ვიზავ და ჩემზეა დამოკიდებული რას ვიზავ, ანუ გარედან კი აქ ბრძოლის ენერგიები საერთოდ არ არის ისე. ესე მოსამართლის კამზე უნდა დასხდეთ და შავი და თეთრი გაარჩიოთ, მხოლოდ ფაქტებით იმსჯელოთ და არანაირი ემოციებით. ეს ერთი მომენტი. ეხლა მეორე მომენტი. კიდე მეორე მომენტზე რა დაგეხმარებათ, რამდენიმე მიმართულებას დავასახელებ. პირველ რიგში შესაძლებელია დაგეხმაროთ სულიერი პრაქტიკები, მაგალითად ენერგეტიკული წმენდები. შეიძლება იყოს ეს მედიტაციური პრაქტიკები. შესაძლებელია უბრალოდ გჭირდებათ ფართო მასშტაბში რაღაცა სიტუაციის დანახვა, ჩიტის ნაფრენი და ჩიტის ხედვით რომ უნდა დაინახოთ, არა შიგნით ჩიჩქნოთ, არამედ ზემოდან დაინახოთ მასშტაბში, სადვარ რა ხდება, გავიაზრო ეს მომენტი. თითქოს ეს გააზრება გჭირდებათ, რომ სიტუაცია შორიდან დაინახოთ ზემოდან, რადგან ზოგჯერ ძალიან დეტალებში ჩაკირკიტებისას თავარი გვავიწყდება და არსი და მნიშვნელოვანი რისთვის ვაკეთებთ ამას და რისთვის გვინდა ეს ყველაფერი, გაიხსენეთ ეს რა გინდათ. რისთვის გინდათ და შეიძლება წლების პერსპექტივაზე შეხედოთ რაღაც სიტუაციას, მაგალითად, რამდენი ხანი უნდა ვიყო ესე, ან რას მომიტანს ეს მე 5 წელში, 10 წელში, 3 წელში. არის ეს ის, რაც მე მინდა თუ არ არის ეს. და კიდე ამოდის ემოციური ბალანსი. შესაძლებელია ოჯახური ჰარმონიის და ოჯახური კავშირების გამტკიცება გჭირდებოდეთ, ძალიან კარგი იქნება, დაგეხმარებათ, ან მოითხოვოთ და უბრალოდ ითხოვოთ დახმარება. შეიძლება თქვენ ხართ ადამიანები, რომლებიც არ ითხოვენ დახმარებას და უნდა ფიქრობთ, რომ დახმარების თხოვნა სისუსტეა. ესე არ არის. ზოგჯერ შეიძლება ვითხოვოთ დახმარება, მაგრამ ეს დახმარება თქვენ შემთხვევაში უნდა ითხოვოთ ახლობელებისგან. ახლო წრისგან, მაგალითად უახლოესი გარემოცა, უახლოესი მეგობრები, ოჯახი ყველაზე რეალურია თუ შეგიძლიათ. და არ ვიცი რატომღაც ზოგიერთთან ამოდის, ყველასთან არ გონია რეზონირდეს, ბავშვი ან შვილი, თუ შვილი გყავთ, შეიძლება შვილმა გადაგარჩინოთ რაღაც მომენტში და შვილზე ყურადღების და გადატანა დაგეხმაროთ, ან თუ მაგალითად დაოჯახებული წყვილი ხართ, შვილის გაჩენაზე იფიქრეთ, შეიძლება ძალიან ბევრი დადებითი მოგიტანოთ შვილის ყველა ცხოვრებაში.
რაღაცა ესეთი მომენტია ბავშვის ენერგიებიც ამოდის, რომ ზოგიერთ თქვენთაგანს დაგეხმარებათ სიტუაციას გააჩნია. ვიღაცებთან გონია რომ ეს უნდა მოვიდეს და მოხდეს და რეზონირდეს ეს საკითხი. მოკლედ გისურვებთ შინაგან სიმშვიდეს, საკუთარ თავის პოვნას, ბალანსირებულ, დაწყნარებულ ცხოვრებას და რაციონალურ გადაწყვეტილებების მიღებას. ბედნიერად.